5 მეტრიან კარში დგას იგერ კასილასი. დიდი მადლობა. ქარქუჩი ჩამაიყვანეს. ჯაშს წაიყვანეს. მე დამიჭირეს. ჩემი ხმარ ვარ გოგობინა ცუცუებიან. გოგობინა ცუცუ. აი. მოგესალმებით. მოგესალმებით ძმაო, როგორ ახარ? მოგესალმებით ჩემო ძმაო, როგორ ახარ? ნუნერუ. მოგესალმებით. მოკლედ, ჩვენ გვჭირდება ერთი ადამიანი აქ, რომელიც ძალიან საინტერესო სიტყვის სიტყვას, რომელიც უხდება ჩვენს არხს. ვინ? ეს არის ბატონი ოზიკო, რომლის ხმასაც აუცილებლად გადავავდოთ. დღეს ვერ მოვიდა, მაგრამ სიტყვა დაუბრუნდით იმდენად სექსუალურად ამოსო, ჩვენ არხს ძალიან ეს ყველაფერი უხდება. ამიტომ ჩვენ როგორ დავუბრუნდით, რამდენი ვართ? 2 და კოჭლი. ხო, 2 და კოჭლი, იმიტომ დავაყრდა ერთი ადამიანი, ვინ დავყრდა რატი, ხო? დაშვება რატი, ხო, არ არ ვიცი, ჯერჯერობით არ შევა, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით, რომ ისევ გადავუბრუნდეთ და ისევ დავუბრუნოთ არხზე. და თუ სად ვიყავით აქამდე? დათო მე მოვყვებით. დათო ჯაშს წაიყვანეს. მე დამიჭირეს სამწუხაროდ და ეს ამბავი მოხდა და გამოვიდი და ეხლა უკვე YouTube-ს დავუბრუნდი. შესაბამისად ამდენი ხანი ვიდეოს ვერ გადავიღებდი. დღეს ვიღებ ძალიან საინტერესო ვიდეოს, რადგან ბატონი დავითი დღეს ძალიან სურდა რომ ყოფილიყო მონაწილე დღევანდელი ვიდეოსი და არა წამყვანი, ამიტომ დავითი შეუერთდება ჩვენს მონაწილეებს და შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყებთ ჩვენს პირველ საფეხბურთო ვიქტორინას. მე ესეთი მოქმედება გავაკეთე. აი აქ აი ეს ნახე. აი მოვედი აქ. ახე. ბრავო. ესეთი კონკურსები უნდა აკეთოთ ხალხო. ბიჭებო, როგორ ძანდებით პირველ რიგში? სანამ თქვენ თავს გავაცდით მაყურებელს რამე სათქმელი ხო არ გაქვთ თქვენი მაყურებლისთვის? მადლობა. მოკლედ, დათო არ სვამს და თქვენს როგორც ხედავთ წვენებით და ლუდებით ხარ შემომარნული და მე დავლებ მაშინ. დრო დავიდგა. მაშინ ჩვენი დაბრუნების იყოს YouTube-ზე, ჩვენ გაჩერებას აღარ ვაპირებთ, მეგობრებო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად მოიწამეთ ეს ვიდეო. 30000 გამოწერზე თელ YouTube-ში დაიწყება დაპყრობა ჩვენ. ეს წარია თქვენ ტყუილად. საღო. კარგი. მოკლედ მეგობრებო, დღეს ვიღებთ საფეხბურთო ვიქტორინას. მზად არიან ბიჭები უკვე ყველაფერთვის. რა როგორი ხდება, იქნება ყველაფერს ნახავთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ გელოდებათ წინ დამარცხებული მოთამაშეებისგან უმძიმესი, უმტყნელესი დასჯები. ასე რომ მზად იყავით. ასე რომ ვინც წააგებს თლად სახარბიელო მდგომარეობა არ ელოდება, ეს არ იქნება უბრალოდ ჩამოიყიდე და დაიხჩი თავი, არა, უფრო რთული დავალებები იქნება დღეს. ასე რომ ბიჭო, მზად ხართ? კი, რა თქმა უნდა. მაშინ როგორი კი იყო, გეგონება საბავშვობაშივოთ რა, ბავშვები ხო არ ხართ, რა გჭირთ. კარგით, მოდით გავაცნოთ მაყურებელს მაშინ ჩვენი მონაწილეები. დავით ჩხეიძეს კარგად იცნობთ, ცნობილი იუთუბერი, ცნობილი შესანიშნავი დავით ჩხეიძე. კირპიტა, რომელიც ტოროს სახელით არის ჩვენთან წარმოდგენილი და ძალიან თავდავალი ადამიანი. როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, მაიკლ ჯექსონი, სტეფ კარი, ნიკოლოზ პირტახია, რომელიც საკუთარ თავს ლეგენდას ეძახს, ესეთი თავდავალი ადამიანები არ მინახავს ცხოვრებაში. ეს ადამიანი არის TikTokeri, ცნობილი TikTokeri, ალბათ შეგვიძლიათ მისი ვიდეოები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, TikTok გვერდი ლეგენდები, არ ვიცი რატო დაარქვეს ეს სახელი, როგორი თავდავალი ადამიანები არიან. მოკლედ, აპირებენ რომ YouTube-ზე შემოვიდნენ, თან ისე მძლავრად შემოვიდნენ და ჩვენც რა თქმა უნდა რითიც შეგვიძლია გვერდში დავუდგებთ, ისინიც გვერდში დავუდგებთ, თუ არ დავუდგებთ კიდე მაგათ ეჭვთ. მოკლედ, ბიჭო, მზად ხართ პირველი რაუნდი. ასევე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩვენ ვიყოფებით Pool Club-ში. ეს არის საბილიარდო, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, ვაზისუმის გადასახურთან და თქვენ შეგიძლიათ ძალიან ლამაზად გაერთოთ. აქ არ არის უბრალოდ რაღაცა შემოხვიდე ბილიარდი ითამაშო, აქ არის როგორც პინგ-პონგი, PlayStation-ები, ბარი, ვიდეოს გადაღებად შეგიძლიათ დაგეგმოთ, დაჯავშნოთ, პრობლემა არ იქნება, მაგაზეც უარს არ გეტყვიან. მოკლედ, ეს ადამიანები გვეხმარებიან კონტენტის კეთებაში და მადლობა რა თქმა უნდა მათ, რომ ჩვენთან ერთად არის ერთი დავიწყოთ მაშინ პირველი რაუნდით საფეხბურთო ვიქტორინა, მეგობრებო. თქვენ მოგიწევთ, რომ დაწეროთ თქვენ ფურცელზე სწორი პასუხი ან მიახლოებული პასუხი. ყველაფერს გაიგებთ. მოკლედ, პასუხისთვის გექნებათ 15 წამი. თქვენს წინ არსებულ ფურცლებზე, რომელიც ახლა თქვენს წინ დევს, უნდა დაწეროთ სტანდარტული საფეხბურთო კარის სიმაღლე და სიგანე.
ყველაზე ახლოს ვინც იქნება პასუხთან მიიღებს 3 ქულას, ყველაზე მეორე ვინც იქნება მიიღებს 2 ქულას. შესაბამისად, პირველი რაც მიიღებს, ყველამ კარგად იცით. აუ, ჩემი პასტა არ წერს. სიგანე და სიმაღლე გინდა. სიგანე, ჩემი არა, კარის ჩემი. აუ, ჩემი პასტა არ წერს. პასტა არ წერს? ზად ხართ? კაი, ძალიან დიდი ხანია. არა, დაწერ. ძალიან დიდი ხანია გიწერია. ალბათ წერთ ფურცლები. და თხოვთ მაშინ პასუხები რომ მოდი ნიკოლოზის დავიწყო და რა დაწერა თავის ფურცელზე. 105 რა? და 45. რა? 105 სიგრძე, 45 მე ვთქვი სტადიონის თუ კარის? კარის. კარია 105. ეგრე მახსოვს რა. 105 მეტრიანი კარში დგას იგერ კასილასი. დიდი მადლობა. სწორი პასუხია ეს თქვენ? არა. ბატონო კირკი თქვენ? მე 7 და 15, 3 და 3. 3, 7 და 15 3 თქვენ? 7-3-ზე. პროსტა 7-3-ზე. 7-3-ზე რა. კი ბატონო, მაშინ ყველაზე ახლოს არის ბატონი კირკიტა. კარგის. არა, ის ხორე. კარის. ამდენი არის, რამდენი? ზუსტად სტანდარტული კარის სიგანე და სიმაღლე არის 7 და 32, 2 და 44-ზე. 3 და 3 უწერია და. ანუ რა სამი? რომელშიც სადამაკეთეს რა მაინტერესებს. პირველ სიგანეში სამწუხაროდ თქვენ ავალია გამოიწვია. სიგზე რა. კი ბატონო, ბიჭებო, თქვენ დაგირიგდებათ ახლა ფურცლები. სადაც წერია კითხვა, ზუსტი. მაყურებელს ესვრით ბატონო დავით. დიახ, დიახ. თხოვთ რომ გადავაწოდოთ. გამოცდებზე მგონია თავი, დიახ. გააგზავნეთ ფეხბურთელების გვარების ლოგიკური ჯაჭვი, ყობა. თქვენ გაქვთ 15 წამი იმისთვის რომ შემოხაზოთ ან დაწეროთ სადმე სწორი პასუხი. წამზომი ჩაირთო. თქვენ კი გამოიწერეთ მეგობრებო ჩვენი არხი დაალაიქეთ ვიდეო იმისთვის რომ არ გავჩერდეთ ჩვენ არ გავჩერდებით და რას ხაზავე. გავიდა დრო მეგობრებო. ბატონო ნიკოლო. რა შემოხაზეთ? არ ჩეკითხო ვერ გავიგე და მეოთხე შემოხაზე. მეოთხე რომელია? შირერი. ალან შირერი? გსმენიათ ამ ფეხბურთელზე რა? რა თქმა უნდა. მადლობა. ბატონო კირკი თქვენ? მე არ ვიცი უბრალოდ შემოხაზე, ვიცი რომ ლივერპულის გულშემატკივარი ხარ და რობერტსონი ავირჩიე მაგითო. ენდრიუ რობერტსონი. არც ბეტანკური ვიცი. გსმენიათ ჩემ მაგ ფეხბურთელზე რა? კეტარს უკან მე. კარგი, მადლობა, გასაგებია. ბატონო დავით. მეს მეოთხე თქვენც მეოთხე შემოხაზეთ. დიახ, დიახ. ბატონო ნიკოლოზ და ბატონო დავით, რატომ არჩიეთ ალან შირერი? უბრალოდ? ზოგადად სტატისტიკურად მეოთხე არის ხოლმე ყველაზე სწორი პასუხი. ამიტომ შემოხაზეთ. ანუ გამოცდებზე გონია თავი. თქვენ? გამოცდებზე უპაცრავად, რაღაცა რო გესაუბრებით, წამყვანთან ცოტა ყურადღებით იყავ. გვარი მომწონს არის. შირერი. და იქნებოდით პირტახიას მაგერად შირერი. რა თქმა უნდა. მადლობა. მაშინ ბატონ ნიკოლოზ პირტახიას და ბატონ დავით ჩხეიძეს დაუწეროთ 3-3 ქულა. მართლა? დაუმატოთ სიაში, რადგან ხეთ მათ არის გვარები ბენტანკური, ლინდელოფი, პაკეტა და უპამეკანო. შესაბამისად ამბანის მიხედვით შემდეგი ასოზე გვარი იწყება შ-ზე და ეს ორი პასუხია შირერი. ეგ ფურცლები შეგვიძლია გადავაწოდოთ, არ გვინდა? არა, ნუ მოიქცევით ესე. ვიცი მეორე ვარიანტი მაქვს, ნამდვილად ხლა დამიწერე. ხო, შემდეგი ფურცლები მიაწოდოთ. კარგი. მაშინ კითხვა ნომერი 3. დაასახელე ფეხბურთელი ტრანსფერების მიხედვით. თქვენ უნდა დაწეროთ მანდ ის ფეხბურთელი, რომელმაც იარა ამდენი, სოშის კირკიტაც მსგავსად გუნდა გუნდიდან გუნდში დაიარება. არა, მე ერთი გუნდის ერთ გული ვარ, ხოლმე სახელებს რომლის? ატო გუნდში. ბატონ კირკით, გინებათ თქვენი ბარიც ვახსენოთ. არ დავასახელებდი ხან გუნდებს. აჰა, გასაგებია. ეს მანჩესტერ სიტია და მანჩესტერ იუნაიტედია. რომელი? აი მანჩესტერი რენინიო. მანჩესტერი ანუ დამაინტერესებს კიდე ის. იუნაიტედ სიტი რო ყოფილიყო დაუწოდე სიტის მგონი, ხო? არა. გასაგებია. კაი. ბოდიშით ბატონო წაყვანო. სად ვართ? ბატონო ნიკოლოზ, რა დაწერეთ ფურცელზე? ეხლა ვწერ. ოჩახ? მითქო. ბატონო ნიკოლოზ, რა დაწერეთ პასუხი? არ ვიცი. ეგრე დაწერეთ? ეგრე დაწერეთ? ფერატკანია ეგრე შეიძლება ჩამეთვლება ფერატკანიანი არის უბრალოდ. ნახოთ ხებს აუწერიეთ. ბატონო კიკი რა დაწერეთ თქვენ? მე დავწერე მატიჩი. მადლობა. დამხვევა. თქვენ? ოზი. ოზი. ამდენი მაი იყო ხო? ამდენ რა კლუბში იყო რა. სხვა ლოგიკური ეს არის მგონი, ხო? შესაძლოა ჩვენ სადმე იუმორისტულ განაცემაში რო ყოფილიყო და აუცილებლად მოიგებდა ნიკოლოზ პირტახია. იმიტომ რომ დაწერა სწორი პასუხი, არ ვიცი. თოშეს არ ვიცი ეს იაპონელი ფეხბურთელი. ბატონ კირკიტას გთხოვთ რომ ჩაუწეროთ 3 ქულა, ნემანია მატიჩის სწორი პასუხია.
დანარჩენი ორბის 0-0 ქულა რომ ეს ისევ კითხვა ნომერი 4 შედგება 5 ერთქულიანი კითხვისგან. შესაბამისად ყველა ქულას ექნება ერთი ქულა. დავუსვავ 5 კითხვას. თქვენ უნდა დაწეროთ 5-ვე პასუხი. ჩამოწეროთ ნუმერაცია გავაკეთოთ. პირველი 2, 3, 4, 5 ჩამოწერეთ. ყველა კითხვის პასუხი არის ერთქულიანი. შესაბამისად რამდენ კითხვასაც გასცემთ პასუხს, იმდენ ერთ ქულას მიიღებთ. დავიწყოთ? მზად ვართ? დიახ, ზად. მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. ყველასი გამოიწერეთ. მადლობა. პირველი კითხვა. ამ ფეხბურთელს ტაიკვანდოს შავი ქამარი აქვს. არ იძახით პასუხს, უბრალოდ წერთ და შემდეგ კითხვას უსმენთ. მეორე კითხვა. ამ ფეხბურთელმა დააარსა კომპიუტერული და მობილური თამაშები. მესამე, მან თავისი პირველი კონტრაქტი ხელსახოცზე მოაწერა. სხვა თქვენი ჩაგდებული დასჯები მე აქ მაქვს და წამყვანს უფლება აქვს, რომ ის ვინც მოიგებს, თუ არ მოიწონება იმის დაწერილი დასჯა, გაუქმოს და მოგებულ ადამიანს დააკისოს დასჯა. ეგ პროჭობა, ვიცი? პროჭობა, რა პროჭობა. მაგრამ ასეთი წესები დაარსა პროჭმა. მაშასე მეოთხე კითხვა, მას ამერიკის რიგით ბატონ ნიკოლს რას წერთ? უცბად რა დავწერო რა. ვადამდელი. მას ამერიკის რიგით მე-40 პრეზიდენტის პატივისცემით შეარქვეს სახელი. მის მამას ძალიან უყვარდა ეს პრეზიდენტი. მეგობრებო, როგორც ხედავთ, კითხვები არის ძალიან დაბალი დონის. შესაბამისად, ვარ წერში. შემდეგ გადაცემისთვის უკვე გავართულებთ ყველაფერს. და მეხუთე 11 წლის ასაკში მან დედას უთხრა. ვის უთხრა? დედას. 2 წელი ვისწავლი ლათინურს, მერე წავალ სპორტულ სკოლაში და როდესაც გავხდები 18-ის, ბოლომდე მიუძღვნი საკუთარ თავს ფეხბურთს. დაწერეთ ფეხბურთელის სახელი და გვარი. ბატონ დავით, მადლობა გთხოვთ, დავდოთ კალმები. მასაში. ამას ამოჭრიან? არა მომჭრი მაგას. ამას ამოჭრიან? დავიწყოთ. პირველ კითხვაზე სწორი პასუხები რომ გითხრათ. ბატონ ნიკოლს პირველი კითხვის პასუხი. ზლატანი. როგორ? ზლატანი. მადლობა. თქვენ? ეს ლატანი მოხდა. თქვენ? იბრა. თითო ქულა ყველას ჩაუწევთ პირველში. მეორე კითხვის პასუხები რომ მითხრათ? მე დავიწყებ. პიკე. მესი. საერთოდ არ ვიცი. პიკე. და კიდე რაღაცა აქვს გაკეთებული მაგ ადამიანს. თითო ქულა და 20 პირტახიას და კირკიტას 0. მესამე კითხვის პასუხები რომ მითხრათ? მესამე კითხვა რო გაიმეოროთ შეიძლება. სად მოაწერა ხელიო ფურცელზე. ხო. ის არა ქვია. ტუალეტის კაღარდზეო. საპირუსზე. პასუხები მესამე კითხვის. რონალდო, მესი. კრისტიანო. თქვენ? დე ბრუინი. ბატონ დავითს მხოლოდ ერთი ქულა. მესი მოაწერა ხელსახოძზე ხელი პირველ კონტრაქტს. მაშ ასე. მეოთხე კითხვის სწორი პასუხი. კრისტიანო რონალდო. ან უბრალოდ პასუხი. ტრამპი. რონალდო ბრაზილიელი. კრისტიანო რონალდო. რონალდო ტრამპი ეს. რონალდო. ტრამპი რაშუაში. ანუ რა ტრამპის საპატივისაცემლო დაერქვა რონალდოს. რონალდოს დონალდ ტრამპის საპატივისაცემლო დაერქვა რონალდო. მადლობა. ანუ რონალდოა პასუხი, ტრამპი როჩხილებში. კი ბატონო, რონალდ რეიგანის საპატივისაცემლოდ მამამ კრისტიანო რონალდოს შეარქვა კრისტიანო რონალდო. სწორი პასუხია. სწორი პასუხი აქვს ნიკოლოს პირტახიას და დავით ჩხიძეს. თქვენ დე ბრუინი დაწერეთ. მე? რონალდო მიწერია მეოთხეზეა ძმა. რონალდო წერია, რონალდო. გაწერია მესი. მეორე ვერ გავწერ. მესი. და მეხუთე კითხვის სწორი პასუხი. დე ბრუინი. მესი. არ არის არც ერთი ისტორია. მესი მიწერია ყველას. მესის მიწერეთ ყველას? არა, დე ბრუინი მიწერია. დე ბრუინი უწერია? ხო. კი. დე ბრუინი მიწერია, აი. დავზუნოთ. კევინ დე ბრუინე? კევინ დე ბრუინის სწორი პასუხი. ერთი ქულა დავით. დანარჩენებს 0-0 ქულა. პასუხები რო გითხრათ რა, ეხლა ამოვანათებ ქულების. გამოვანათებ ეხლა. აი ქულები ამოვანათებ. როგორ მოგეწონათ კითხვები და რას გაუზიარებთ? მაგალითული კითხვები იყო რა. ნული კითხვები იყო. ეს ადვილი იყო. მეორე რაუნდი დავიწყოთ? შევისვენოთ თორე. შვიდი აბა. აგვიმარჯოს მანამდე რომ გამოიწევოთ არხი და დაალაიქოთ ეს ლამაზი ვიდეო. დავიწყოთ მაშინ მეორე რაუნდი. რაც შეეხება პირველი რაუნდის ქულებს, ბატონ დავითს აქვს 10 ქულა,
ბატონ კირკიტას აქვს 8 ქულა და ბატონ ლეგენდას აქვს 7 ქულა. შესაბამისად მეორე რაუნდში ნიკოლოზ პირტახია დაიწყებს თემის არჩევას. აგიხსნით მეორე რაუნდის მაგითო წესს. გავედი მესამეზე რომ მე დამეწო. გვაქვს სამი თემა. ევრო 2024, კრისტიანო რონალდო და მადრიდის რეალი. ირჩევთ ერთ-ერთ თემას. შესაბამისად, ვინც პირველ რაუნდში ყველაზე ნაკლები ქულა მიიღო, ის ირჩევს პირველი თემას. ნიკოლოზ პირტახია, როცა აირჩევს თემას, მაგალითად, ევრო 2024, მას უსვამთ 10 კითხვას. კონკრეტულ თემაზე. 10 კითხვი და რამდენ ქულასაც გაასცემს პასუხს, იმდენ ერთ ქულას მიიღებს. მაშინ ნიკოლოზ პირტახია აირჩევს თემას. ევრო 2024, კრისტიანო რონალდო თუ მადრიდის რეალი. 24. ევრო 2024. ტაში მეგობრებო, ტაში. და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიას Full Clubs, რომელიც გვაკეთებინებს კონტენტს კიდევ ერთხელ. ხმაური შეუქმნათ. ეიო! პირველი კითხვა. დაასახელე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი, რომელიც პირველი წლიდან მოხვდა პლეი-ოფში. საქართველო. სწორი პასუხია. დაასახელე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე უხგოლიანი მატჩი. არ მახსოვს. მესამე კითხვა. რომელ ქვეყანას ყავდა ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები? საფრანგეთი. არასწორი პასუხია. ინგლისი. ვინ გაიტანა ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი გოლი? საქართველო. ალბანეთმა. დაასახელე ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი. კრისტიანო. პეპე. დაასახელე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ორი ფეხბურთელი. ხვიჩა. ბელინგემი და ბაპე. რომელი ორი ქვეყანა ჩამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე აწუყვე 2-2 მოგებული ტიტულით? ესპანეთი და საფრანგეთი. არა, ესპანეთი და გერმანია. რომელ სტადიონზე გაიმართა ტურნირის ფინალი? დინამოზე. ალიანსი სადღაც იმართება. არა, ოლიმპია სტადიონი. რომელმა ნაკრებმა არ გაუშვა ჯგუფურ ეტაპზე გოლი საერთოდ? არც ერთი. ესპანეთმა. და ბოლო კითხვა. ჯგუფურ ეტაპზე რომელმა ნაკრებმა გაუშვა ყველაზე მეტი გოლი? არ ვიცი. შოტლანდიამ. აბა რა. თქვენ ზედმეტად კარგად იცით ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი. რატომ აირჩიეთ ეს თემა? ის ორი ფრთული გონია და ის ორი უფრო რთული გონია ვიდრე ევროპის ჩემპიონატი. ბატონ ნიკოლოზ პირტახიას დაემატა ერთი ქულა თავის მონაგარში. შესაბამისად დაველოდოთ თუ რას იზავენ შემდეგი მონაწილეები. მადრიდის რეალს ირჩევს კირკიტა. სათხარ. არ მომზად, მაგრამ რავი გამოვიდა. ვინ არის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეორე ბომბარდირი? რაული. სწორია. როგორ დასრულდა პირველი ოფიციალური ელ კლასიკო? ფრეი. ბარსელონა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის რამდენი ფინალი აქვს წაგებული რეალს? 3. სწორია. რამდენჯერ დაუტოვებია რეალს ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი? არც ერთხელ. სწორი პასუხია. სადაური იყო რეალის პირველი პრეზიდენტი? არგენტინელი. კატალონიელი. დაასახელე კლუბი, ვისთანაც რეალს ყველაზე დიდი სხვაობით წაუგია? ბარსელონა. ესპანიოლი. დაასახელე რეალის 3 ლეგიონერი, რომლებსაც უკაპიტნიათ გუნდისთვის? ზიდანი, პეპე, რონალდო. მოდრიჩი, ბენზემა, მარსელო. დაასახელე მადრიდის რეალის 2 იტალიელი მწვრთნელი მთელი არსებობის მანძილზე? კაპელო, ანჩელოტი. სწორია. დაასახელე ფეხბურთელი, რომელსაც რეალის წინააღმდეგ ყველაზე მეტი გოლი გაუტანია? მესი. სწორია. რომელ კლუბში გააგრძელა მოღვაწეობა რაულმა რეალიდან წასვლის შემდეგ? სწორი პასუხია. ბრავო კირკი, ბრავო! ბრავო, გიმნაცო! 6 სწორი პასუხი კირკი, შესაბამისად თავის 8 ქულას შეემატება 6 ქულა. ბატონო დავით. როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით? კარგად მზად ხართ კირკიტას შედეგი გააუმჯობესოთ? ვეცდები, მაგრამ არ ამგონია. კი ბატონო. თქვენ დაგჩათ. რა დამშა? კრისტიანო რონალდო. დიახ. მზად ხართ გასცეთ 10 კითხვას სწორად პასუხი. მაშ დავიწყოთ. მე მაინტერესებს. როგორ? დარბაზის დახმარება. დარბაზის დახმარება გაქვთ. მაშ ასე. კრისტიანო რონალდო პირველი კითხვა. დაასახელე რონალდოს სრული სახელი და გვარი? კრისტიანო რონალდო. ოკაი იყო. არა სწორი პასუხია. კრისტიანო რონალდო დოს შანტოშ ავეირო. ვის აქვს ყველაზე მეტი ასისტი გაკეთებული რონალდოზე? მარსელო. ბენზემას. კლუბი საიდანაც რონალდო მანჩესტერში გადავიდა? სპორტი. სწორია. მანჩესტერის 7-იანი. იქამდე სანამ რონალდო მოირგებდა ამ მაისს. ვინ იყო? აი გამოვტოვოთ. ბეკემი. რამდენჯერ მოუგია ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები რონალდოს ერთად? ერთხელ. სწორია. რომელი 3 ქვეყნის შიდა ჩემპიონატი აქვს მოგებული კრისტიანო რონალდოს? ინგლისი, იტალია და ესპანეთი?
რამდენი გოლი გაიტანა პირველ ოფიციალურ მატჩში რონალდომ სპორტინგის მაისურით? აუ, 2. სწორია. რომელ მეკარეს აქვს ყველაზე მეტი გოლი მიღებული რონალდოსგან? იან ობლაკი. რომელი გუნდისთვის გაუტანია რონალდოს ყველაზე მეტი გოლი? ბარსა. სევილია 27. ვის გაუტანა რონალდომ რიგით თავისი მე-800 გოლი? ვერ გამოტოვეთ ეს ბოლო კითხვა იყო. არსენალს. და ბატონო დავითო 3 სწორი პასუხი. როგორ მოგეწონათ? დღევანდელი გადაცემა? პირველი გადაცემისთვის აუ ძალიან კარგი იყო, თან ახალია, სიახლეა. როგორ მოგწონთ თქვენ? ძალიან კაია, პროცესი რთული კითხვები იყო და რთული კითხვები იყო. აუ სხვა არაფერს მოვლენილი. კითხვები ნამდვილად. ეი, ბატონი. მაშინ მოდით. ბატონი კარლო AI. თქვენ არიცით ვინ მოიგო ამ გადაცემაში? შესაბამისად ეხლა გამოცხადება ქულები. მაყურებლისთვის ამონათდება ქულები. ბატონ ნიკოლოზ პირდახია მიიღო ლაკულა. ბატონმა დავით ჩხეიძე ჩვენს გადაცემაში დღევანდელ გადაცემაში მიიღო 13 ქულა. და დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულია თორნიკე კირკიტაძე 14 ქულით. ბატონო კი დიახ ბატონო წამყვანა. თქვენ გაქვთ ჩვენ წაგებული 2 მონაწილისთვის 2 დაჟჯა მომზადებული. მე მგონი გამზადებული გქონთ ეს და ჩემს დოლურაში ძევს, ხო ესეა? მოკლედ, მე წავიკითხე ორივე დაჟჯას და თქვენ აირჩიეთ რომელი უნდა შეასრულოს რომელმა მოთამაშე. კარგით? დავიწყოთ იმით, რომ ფანდური გიწერიათ ჩვენს დაჟჯაში და ერთ-ერთმა ფანდურით უნდა რომელიმე მიკროავტობუსში უნდა შეასრულოს სერიოზული სიმღერა. ხო ეს? სული შემძროა. რომელ მონაწილეს მისცემთ ამ დავალებას, რომელ მონაწილეს შეასრულოს და ეს? ბატონ კოდეს მივცემდი, რადგან ვიცი რომ ტრიო ბახილის წევრი არის და კარგად ასრულებს. ბრავო. და შესაბამისად მეორე გვაქვს ბუშტების სროლა. ბატონ სავარაუდოდ ეს უკვე ბატონ დავით შერჩა ეს სტაჟა, ბუშტე უნდა იდგეს ბატონ დავითი შუა გზაზე და ბუშტები ედება წინ წყლით საოცე და ხალხი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს და დათოს ეჭირება მესროლე მოქალაქეებმა უნდა ესროლონ ბატონ დავით ბუშტები. როგორ მოხდა ბატონ დავით დაჟჯა? კი, ძალიან კარგი. დავაზუსტეთ რა რაოდენობა რამდენი არის ბუშტების სროლი. ბუშტების რაოდენობას რამდენი ბუშტი ძვირთება იმდენი. შესაბამისად მეგობრებო თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში თუ ვინ გსურთ რომ ჩვენ გადაცემაში იხილოთ. ეხლა კი ნელ-ნელა გადავიდეთ ჩვენს დაჟჯებზე. ნახოთ ბიჭები როგორ შეასრულებენ ამ დაჟჯებს. კიდევ ერთხელ მადლობა ფულკლაბს. მადლობა ჩვენს მონაწილეებს. გადავდივართ დაჟჯებზე. გამოიწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო. ქარქუჩი ჩამაიყვანეს ქალი ლამაზით მიანი შვიდი მაღალითან მაიხვა შვითავე ცხენოსნიანი არ მაიშალა ლამაზმა შავი თოლების ბრიალი მიანედან მივიდნენ ატყდა ხანჯლები ჭრიალი ახლა კი მოვიდით დედაენის ბაღში იმისთვის რომ დათომ თავის წაგებული ჩააბაროს. აი ნახეთ, აი აქ დგას დათო და ეხლა ელოდება იმებს რომ ვიღაცებმა ბუშტებით დაუშინონ. თქვენ კი მანამდე გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და სულ მალე სასწაულები გეოლდება. დაუბრუნდით ისე რომ წასვლას აღარ ვაპირებთ. აი ამის გან ეს მოვაშორე. ეს რი ეს იდე ერთხელ წადოს მიდი. საიდანაც გინდა ეს როლი ლიჟბი გაარტყი ისე რომ ეთკინოს და გამწარდეს. ჩემი ციცოცხლებ ჩავიარა თვალწიჯე. არა, ახლო. რა თქვა უნდა, მადლობა, აი. რა გავაკეთო, ხალხი იძახის რომ არ გაგიმეტებო და მე ვდგავარ აქ უკვე 1 საათია, ხო? დავხმარე გამოჩნდა. ლები რა. ჩემი ხმარ ვარ გოგოგინა ძუძუებიანი. გოგოვი და ძუძუ. გოგო არ ყავს ძუძუებიანი, მაგრამ ვაკაცი ყავს ძუძუებიანი. გიგაბაიტიანი ძუძუებით. 1 4 გიგაბაიტი.
კინა გაუმტარი ვარ. მიდი. მიდი კაცო. არ გაიწევ. დავაი მიდი. მე რა გავაკეთო, აი, თავანი ჩაბარებული, არაფერი აღარაა შიგნით. თქვენ კიდე გამოიწერეთ ეს არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ეს ადამიანი მეხმარებოდა მთელი ვიდეოს განმავლობაში. გამოიწერეთ ამ კაცის არხიც. ეს იქნება ლიბარტელიანი.